ბარნოვის 3 ნომერში გზის ჩამოშლის შედეგად შენობების ავარიულობასა და ნგრევის საფრთხეზე საუბრობს ადგილობრივი მოსახლეობა. 19 აპრილის შემდეგ ქუჩა გადაკეტილია და შესაბამისად სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია. რამდენიმე წლის წინ მერის მიერ მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობის მშენებლობის ნებართვა გაიცა, მოგვიანებით მოსახლეობის საჩივრის საფუძველზე კი ის გაუქმდა. სწორედ დაწყებული სამუშაოების შედეგად გათხრილი საძირკველი გახდა ბარნოვის ქუჩაზე გზის ჩამოშლის მიზეზი. მოსახლეობას დღეს საკრებულოს უმცირესობის წევრები შეხვდნენ. ადგილობრივები და საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მერიისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ. საფრთხე იმაშია, რომ ელბაქიძეზე უარი სიტუაცია მეტრ ნახევარშია სახლი. აი აქეთ ეს 3 ნომერი კონკრეტულად. თვითონ მერიის გამოგზავნილი გეოლოგების დასკვნით ლაპარაკობენ, რომ ყველაზე ცუდ დღეში არის ეს სახლი, აი 3 ნომერი. და შემდეგ რიგობრივად სხვა სახლებს ასახელებენ. და მოთხოვნა ისე რომ მოგხვედოს მერია, ამას ინვესტორი ვერ გააკეთებს და ვერც ამამხანაგობის წევრები. გზის რღვევა და ჩანგრევა მუდმივად მზარდი პროცესია და ის შეჩერებული არ არის. ასე რომ თბილისის მერმა კეთილი უნდა ინებოს და ხვალიდანვე გამოყოს თანხები ბიუჯეტიდან და დაიწყოს გზის აღდგენის სამუშაოები, რომელიც პირდაპირ მერიის ვალდებულებაა. არ შეეხება მიმდებარე მშენებლობას და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პრობლემებს, ეს შემდგომ გაარკვიოს თბილისის მერიამ და ნუ შეწირავს ამ ადამიანების საცხოვრებელ გარემოს ჯანმრთელობას და შეიძლება ასე ვთქვათ უფრო უარესი შედეგებიც დადგეს და ამ კინკლაობას კერძო ინვესტორთან შეასრულოს საკუთარი ვალდებულება. ეს არის ძალიან მარტივი მოთხოვნა და აღადგინოს გზა იმისათვის, რომ ამ ადამიანების საცხოვრებელი გარემო იყოს უსაფრთხო და დაცული.